ის 37 მანეთი, რომელიც მოარული, რომელზეც ლაპარაკობენ 37 მანეთად მოსკოვში მოფრინავდი და რაღაც. ხო, ჯერ 37 მანეთად ვერც ვერ მიფრინავდნენ. 37 მანეთად წახვიდოდი და 37 მეორე რჩებოდა და უკან ჩამოსულიყავ. ჯამში ეს არის 74 იქ 37 და 50 იყო, 50-ს აკლებენ და 75 მანეთი მაშინ იყო ხელფასის ნახევარი, იმიტომ რომ ამას რო ამბობენ, არ ამბობს ხელფასი რამდენი იყო. ხელფასი იყო 150 მანეთი. ეს ნიშნავდა, რომ ის ბილეთი არაფერი ისეთი იაფი არ იყო და ამას ემატებოდა კიდევ უნდა გეცხოვრა იქ, ხო? ეს უფრო მათი აუსრულებელი უცნებებია, ვიდრე ის რეალობა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. უბრალოდ ესენი არ ყოფილან იქ. ამათ არ ქონიათ ის 37 მანეთი. ვერ დადიოდნენ და იციან ვიღაცის მონაყოლი. აი ეს ვიღაცის მონაყოლი ახლა მოუყვენ კიდე თავის შვილებს, დადიან ქუჩაში და მას გაიძახიან რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი და არ იყო კარგი საბჭოთა კავშირი. არ იყო.